Სამელი ყო მოვიდოდი და 29 ოქტომბერს ამირანის დაკავება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ 30 ოქტომბერს ის არ ყოფილიყო პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული. მან თავისი დაბადების დღე და თავისი შვილის 10 წლის იუბილე ციხეში გაატარა აბსოლუტურად უსამართლოდ და მე მოუწოდებდი და ვთხოვდი ყველა იმ ადამიანს, იმ პოლიციელებს, რომლებმაც ამ სამარცხინო საქციელში მიიღეს მონაწილეობა, ზუსტად ვიცი, რომ ეს შობის დღე ხლა თავის შვილებთან გაატარეს და ალბათ ფოიერვერკებიც გაუშვეს ცაზე და უბრალოდ გრცხვენოდეთ, იმიტომ რომ ყველა კანონით, როგორც საეკლესიო, ისევე ადამიანური კანონებით, ყველაზე მძიმე ცოდვა არის ცრუდასმენა და ცრუმოწმეობა. მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ ნიკას, რომელიც ყველა ინტერვიუში სახელობით ასახელებს ამ ბიჭებს, ამხნევებს, გამძლეობას უსურვებს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის თავის მეგობრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს, კანონი აღსრულდეს და ზოგადად ამ სახელმწიფოში არასოდეს არავინ ცრუდასმენის მსხვერპლი არ გახდეს. მარიამას ნახა პარკით როგორ ეკავა ხელში ერთ-ერთს. და როგორ შევიდნენ ჩვენ ეს ავტომატი იყო? ერთი ავტომატი იყო და ბატონო? პარკში იდო. ის მერე ვნახე ჩვენ რა იყო, თორემ თავიდან ანუ ყუმბარა ჩაუდა. მე ეგრევე უთხარი, როგორც კი აი ლექსორო დააგდეს, ეგრევე მივხვდი რომ უთხარი საძინებელში რო შევიდნენ, რა გინდოდა მეთქი ბიჭო, რატო შეხვედი მეთქი და იქო ვინმე ყოფილიყო იქნება. არა მეთქი, შენ რაც ქონდა გასაკეთებელი, მე მგონი უკვე გააკეთე მეთქი. რომ მითხრას რომ ჭხრეკა უნდა დაწყებული ყოლექსო რო ჩაიყვანეს და რა ჭხრეკა უნდა ჩაატარო მეთქი რაც შემოიტანის გინდა მეთქი რომ გაიტანო თუ კი რამე ვალდებულება მქონდა ამ ცხოვრებაში უკანასკნელ პერიოდში მქონდა ის ვალდებულება რომ დღეს მოსულიყავი ჯანაშიების ოჯახში ამენა ჯანაშიას ოჯახში და ლექსო რაფავას ოჯახში და უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების შვილებისთვის მიმელოცა შობა ახალი წელი. მიმელოცა შობა ახალი წელი დიმიტრისთვის, ნიკოლოზისთვის, ამირანის შვილებისთვის და ლექსო რაფავას მარიამისთვის, რაც მიმაჩნია ნამდვილად როგორც მეგობრის, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულება და აქედან მინდა მათაც დაკავებულების მამებს მიულოცო პოლიტპატიმრებს შობა ახალი წელი და ვუსურვო მალე გათავისუფლება და ვუსურვო მთელ საქართველოს რომ აი ეს უსამართლობის განცდა რომელიც დიმიტრის, ნიკოლოზ და მარიამს აქვთ, არცეთ თაობის წარმომადგენელს მომავალში არ დაეუფლოს. როდესაც ყველამ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს და ჩაუდეს ერთხელ ყუმბარა და მეორეს ცეცხლსასროლი იარაღი, ვინაიდან არჩევნების მეორე ტურში გარანტირებული გამარჯვება ქართულ ოცნებას არ ჰქონდა და მარტივად გადაწყვიტეს, რომ ადამიანები გაეწირათ ციხისთვის, ანუ უკანონო პატიმრობისთვის. მაგრამ არა უშავს, ჩვენ არ უნდა გავბოროტდეთ, ჩვენ გამარჯვება, იმიტომ არ უნდა მოვიპოვოთ, რომ ასეთ ადამიანებზე შური ვიძიოთ, არავითარ შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე პასუხი არ აგოს დამნაშავემ. ეს რატომ აიცით აუცილებელი, რომ მომავალში ორჯერ მინიმუმ დაფიქრდეს პოტენციური დამნაშავე საჯარო მოხელე, პოლიციელი, თუნდაც პროკურორი, სანამ იარაღს ან ხელყუბარას ჩაუდებს უდანაშაულო ადამიანს. გულოცავ ყველა პოლიტიკურ პატიმარს შობა ახალ წელს განსაკუთრებით მათ, ვინც დარდობს, განიცდის ძალიან და არ არიან ისინი მათი შვილების გვერდით უკვე მრავალი წელიწადია.